თბილისის მერია ქართული მრეწველობის აღლუმისთვის ემზადება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირი 250-ზე მეტ კომპანიას დაეთმობა. 26 მაისს მოსახლეობასა და მიწვეულ სტუმრებს არა მარტო ქართული მზა პროდუქციის, არამედ დამზადების პროცესის ნახვის საშუალებაც ექნება. ქართული მრეწველობის აღლუმი კონცერტებით და თემატური მუსიკითაც გაფორმდება. ვარდების მოედანზე ადგილს ქართული სამხედრო ტექნიკა დაიკავებს. 26 მაისის აღლუმი მარჯანიშვილის მოედანზე გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. ქართული მრეწველობის აღლუმი ითვალისწინებს ამას, რომ ყველა პროდუქცია იყოს ნიშნით დამზადებულია საქართველოში. მთავარი ამოცანა ჩვენი ეს არის, თუმცა ამასთან ერთად თავისთავად ეს სახალხო ზეიმია, ამიტომ გავითვალისწინებთ, რომ ხალხის განწყობისთვის სხვადასხვა ადგილებში ჩავდგით სხვადასხვა სცენები, სადაც გაიმართება ამა თუ იმ თემატიკასთან მიბმული სხვადასხვა ტიპის კონცერტები. ეს არის ახალი ადგილი ყვავილობის ფესტივალის ჩატარების 9 აპრილის ბაღი. ადგილი შეიცვალა იმის გამო, რომ ჩვენ ტრადიციულ ადგილას სიონის სკვერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უბრალოდ ვეღარ ვეტევით, იმდენად გაიზარდა ფესტივალი მასშტაბში და აქ იქნება წარმოდგენილი ძალიან ბევრი მცენარე, 200-მდე სახეობის, შეიძლება მეტი.